გამარჯობა პროექტი შენთან. ეს არის დაუგეგმავი ეპიზოდი. იმ ახალი ეპიზოდი რაც დავიწყეთ შენთანის პროექტის, თუ ახალი სეზონი ასე ვთქვათ, იქ მინდოდა რომ შემდეგი ვიდეო ყოფილიყო უკვე გამოღვიძების თემაზე. ჩემეული დანახვა ამ პროცესის ასე ვთქვათ. რა დაყნობილი ყველაფერი, რაც ვლაპარაკობ, მაინც ეხება რუკებთან მუშაობის გამოცდილებას. და ამ ასე ვთქვათ, ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს ჩემი დაკვირვებით და ვისთან როგორ აქტიურდება ეს ჩქარი ევოლუცია, რომ ვიღაცებს შეუძლიათ, რომ ჩვეულებრივად გააგრძელონ ცხოვრება ის, რომ საერთოდ არ შეხედონ აი ამ ესეთ ინფორმაციას, თუნდაც ეზოთერულს ან სულიერს ან ასე შემდეგ. და არის ხალხი, რომელიც უბრალოდ ესე ვერ იცხოვრებს, ანუ რა ინტერესებს რაღაცა უფრო მეტი, რაღაც ცეცხლი შინაგანი, რომელიც მუდმივად გიზგიზებს და არ აძლევს საშუალებას უბრალოდ ცხოვრებისა. და ნუ აქ ყოველგვარი განსჯის გარეშე, რომ ერთი მეორეს ჯობია თუ ესე უნდა იყოს, თუ ისე უნდა იყოს, ანუ რა როგორ ხდება ხოლმე ჩემი დაკვირვებით, რუკებზე დაყრდნობით. ანუ ამის ეს თემა მინდოდა რომ ყოფილიყო შემდეგი თემა შენთანის პროექტის მეორე სეზონის, მაგრამ არ ვიცი რატო ეხლა ვგრძნობ, რომ ეს ვიდეო ამ შუა დაბნელებების პერიოდში ეს ვიდეო უნდა ჩაიწეროს. პირველ რიგში მინდა შევეხო ინფორმაციას, რომელიც საკმაოდ მძიმეა, მე არც დავასახელებ ამ ადამიანის სახელს, ეს ეხება აი ამ ფაილებს, რომელიც ეხლა გავრცელდა, რომელიც ეხება ადამიანის წამებებს და ნუ იცით რაზეც არის საუბარი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანი ჩააგდო შოკში, რომ ეს ხდებოდა და ბევრი ადამიანი ვერც იჯერებს, რომ საერთოდ ეს ხდებოდა. ნუ აქ ყველაზე ეს შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში სულ იყო, მაგრამ რაღაც აი დასავლურ კულტურაში რომ ესეთი რაღაცა ხდება, სადაც ნუ დემოკრატიაზეა საუბარი და ასე შემდეგ და ეს სოფლიო ელიტა, რომელიც ნუ ინტელექტუალური იქნება თუ სხვადასხვა კუთხით უცბად რო ხდება რაღაცა ამხელა რაღაცის სკანდალში გახვეული, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ არ დარჩა სფერო, რომლის წარმომადგენელიც ფაქტურად არ იყო გარეული ამ თემაში, ხო? სულიერი კუთხით იქნებოდა, ინტელექტუალური კუთხით, მართლობითი კუთხით თუ ასე შემდეგ, ხო? ნუ აღმოჩნდა რომ ესეთი რაღაც ეხლა აღმოჩნდა ის, რაზეც იძახდნენ თქვათ ადამიანები, ვისაც რაღაც კონსპირაციული თეორიები აინტერესებდა, რომ ესეთი რაღაცები ხდება. ამით არ ვიძახი, რომ ყველა კონსპირაციული თეორია, რაზეც არის ლაპარაკი, ეგრე არის, რომ ტყელი დედამიწა და ეს რაღაცები, ანუ ამას არ ვიძახი, რომ ყველა ესეა, მაგრამ ნუ აღმოჩნდა, რომ დიდი ნაწილი იმისგან, რაზეც საუბრობდნენ, რომ აი ეს უბრალოდ კონსპირაციები, ან საუბარი რო არის ხოლმე ცოტა აგდებით, რომ მე კონსპირაციის თეორიების არ მჯერა. ხო, ნუ აღმოჩნდა, რომ მთელი პლანეტის ისტორია სავსეა კონსპირაციებით და ეს ბოლო ფაქტიც მაგაზე მეტყველებს, რომ კონსპირაციული და დაფარული და ესეთი ამბები მუდმივად ხდებოდა დედამიწაზე და ეხლაც ხდება და ჩვენ მოწმევართ ესეთი საშინელებების და ამოტივტივდა ზედაპირზე ის რაღაცები, რაც დაფარულიყო და ამ ეპოქაში ისედაც ვართ, რომ ყველა დაფარული რაც არის, ნელ-ნელა ამოტივტივდება და ნელ-ნელა გაიხსნება სულ უფრო და უფრო და ისეთი რეალობის წინაშე დავდგებით, რომელიც შეიძლება ვერც წარმოგვედგინა. თუმცა ის რაც ხდებოდა აი ამ ბოლო ინფორმაციით, რომ იქ მარტო წამება კი არ იყო ადამიანების, ხო, ამ შემთხვევაში პატარების და ასე შემდეგ, ხო? ანუ იყო აქ რაღაც კანიბალიზმის შემთხვევები და სისხლიანის სხვერპშელწირვები და ასე შემდეგ. ამაზე, რომ ეხლა რაღაცნაირად ესეთი მოცემულობაში ვარ და ეს რატო ხდებოდა? ანუ ამით უბრალოდ ერთობოდნენ, თუ რაღაცა კიდე ქვეაზრი არის ამაში, ამას რატო აკეთებდნენ რა? ესე იგი რაღაც დანიშნულება ქონდა ამ ყველაფერს. თუ რაღაცა უბრალოდ გართობის ის ხდებოდა. ხო, ანუ აი უკვე ამაზე არის, ეს რო ხდება, ეს ფაქტია, ესე ვთქვათ რა, ნუ ფაქტის წინაშე დავდექით ყველანი, მაგრამ ეხლა ნუ საუბარია იმაზე, რომ რისთვის აკეთებდნენ ამას, ხო? რატო იყო ეს სხვებშელწირვები და ესეთი რაღაცები და რატო ხდება? და ამ რაღაცეებზე, აი რაზეც ეხლა არის საუბარი, რომ აი რატო ხდება და რაღაცა.
წლების განმავლობაში, რაზეც საუბრობდით, რომ გნოზისის წიგნები, ანგელოზის გულის, ეს 4 წიგნი, რაც უფრო დრო გავა, სულ უფრო აქტუალური გახდება ეს წიგნები, სულ უფრო მნიშვნელოვანობას შეიძენს და იქ ეხა ჯერჯერ თავიდან შეიძლება ესე იყოს, რომ იქ რა წიგნებში რაც წერია, ნუ რაღაცა ეზოთერული ზღაპრები ხო არ არის, ან ესე არის თუ არ არის, ეს რაღაცა ეს გამოგონილი ისტორიები ხო არ არის, თქვა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ნელ-ნელა ხვდებით, რომ ეს ყველაფერი რა წერია, ანუ რეალურ რეალობაში ეს ფაქტება დამოდის. და ეს სულ უფრო და უფრო გაგრძელდება. ანუ იქ კიდე ბევრი რამ არის, რომელიც ჯერ ესე არ განცხადებულა, მაგრამ ნელ-ნელა ამ ფაქტების წინაშე ყველანი დავდგებით, ხო? და ეხლა რაც ხდებოდა აი ამ ფაილების გამოქვეყნებისთვის და რისთვისაც აკეთებდნენ, ამაზე გნოზისში დაწერილი არის, კონკრეტულად ამ შემთხვევაზე რა თქმა უნდა არ არის და ეს რაღაც ყვითელ ინფორმაციას არ ეხება, მაგრამ ეს ეხება თვითონ სხვებშეწირვების დანიშნულებას, რომ რატო ხდება, რომ ვის ჭირდება, რა არსებებს ჭირდება, ვინ იკვებება ამით და ასე შემდეგ. ანუ ამ რაღაცებზე საუბარი არის და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ნუ ეხლა ყველა შეუძლია, რომ კიდე უფრო რეალობასთან, აი სიცხადესთან ახლოს განცდით წაიკითხოს ეს წიგნები და არა როგორც აბსტრაქცია, ან რაღაცა ეზოთერული რომანი თუ რაღაც სათავგადასავლო თუ ფანტასტიკის ჟანრი, ესე ვთქვათ რა. და ეს მინდოდა, რომ ძალიან მკვეთრად მეთქვა და ყურადღება გამახვილებინა, რომ ესეთი რაღაცები როცა მჟღავნდება, რომელსაც ჩვენ არ ველით, ამ ყველაფერს აქვს რაღაც კიდე ფარული დანიშნულება და ამაშიც ნელ-ნელა კარგი იქნება რომ გავერკვეთ. იმიტომ რომ ესეთი რაღაცები ეს არ იქნება ბოლო და ეს არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით კიდე რაც გაიხსნება და ნელ-ნელა შევდივართ ამ ეპოქაში რომ ყველა დაფარული რაც არის უნდა განცხადდეს. ეს რა შეეხება ამ თემას, ეხლა აი ამ პერიოდში, დაბნელებების პერიოდში მე ვატყობ ესეთ რაღაცას, რომ ნუ ეხლა ყველა ვხედავთ, რომ ანუ გლობალური რაღაცა ომის ზღვარზე ვართ, ხო? ანუ აი მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვიმყოფებით სულ. ხო? აქაც ორი მომენტი არის აქაც. ერთი რომ ჩვენ შეგვიძლია ამას ყურადღება არ მივაქციოთ, იმიტომ რომ ნეგატიური ინფორმაციაა და ესეც მესმის, რომ ყურადღებას რასაც აქცევის დიდდება, მაგრამ მეორე არის ვიცოდეთ რეალობა რა ხდება, ანუ ეს ჩვენ გვეხება, ესე ვთქვა, ჩვენ არა ვართ რაღაც კუნძული სადღაც. რა კუნძულიც არ უნდა იყოს, ყველა შეეხება თუ ეს მოვლენა დაიწყო. ხო, ჩვენ დედამიწაზე ვიმყოფებით და არა სადღაც ნატიფ პლანებზე, რომ ჩვენ არ შეგვეხოს ეს ყველაფერი. ხო და ნუ აი ეხლა ესეთი განცდა არის, რომ ვიმყოფებით აი ამ გლობალური ომის დაწყების რაღაცა ზღვარზე. ხო? ნუ გნოზისშიც არის ამაზე საუბარი, რომ იწყება ეპოქა, ესეთი შიმშილის, სადაც იქნება რესურსების ძალიან დიდი პრობლემა, რესურსების მოპოვების და ასე შემდეგ. და ეს წინასწარმეტყველებები გნოზისის გარდა კიდე ბევრ წმინდა მამას აქვს და ამაზეც საუბარია, რა დონის რწმენა იქნება საჭირო, რომ ადამიანები უბრალოდ გადარჩნენ. ხო? ანუ მე ეხლა რაღაც ესეთი შეგრძნება, ნუ ეხლა ეს დღეს არის 24 თებერვალი, როცა იწერება ეს საუბარი. ეხლა ეგეთი პერიოდია, როდესაც აი ამერიკას და ირანს შორის არის ისეთი დაძაბულობა, რომ შეიძლება დღე-დღეზე დაიწყოს ესეთი ომი. ნუ ახლო აღმოსავლეთში ამხელა კონფლიქტი რო ჩვენ სამეზობლოში ხდება, ეს რო პირდაპირ ჩვენზე ისახება, რა თქმა უნდა, ეს ესე არის რა და. ნუ აქაც რისი თქმა მინდა, რომ ესეთი გლობალური მოვლენები, როცა ხდება, როგორც კორონა იყო, როგორც თქვათ უკრაინაში ომის დაწყება, ეხლა რა ზღვარზეც ვართ, თქვათ ესეთი ისლამურ სამყაროში რო იწყება ეს არეულობა და რა მართლა შეიძლება ცივილიზაციას და შორის დაჯახება მოხდეს, ესე ვთქვათ, ხო? ანუ და ძალიან დიდი შედეგი მოყვეს ამ ყველაფერს. ამ პერიოდში მე და ესეც ადრეც მითქვი, აქ ახალს არაფერს არ ვიძახი, რომ სულიერი გააზრების გარეშე სამყაროს ისეთი ტრამვები შეიძლება წამოვიდეს და ამოტივტივდეს, რომ
სულიერი სამყარო სულიერი გააზრების გარეშე ამის გადალახვა შეუძლებელი იყოს. ან გადახვიდე როგორც გნოზისში არის 3-6-იანი, ანუ მხეცის ცნობიერებაში, როდესაც ეცემა ცნობიერება ცხოველზე უფრო დაბლა და ან ცხოველზე დაბლა ცნობიერება უკვე მხეცის ცნობიერება არის და მეორე არის უკვე რომ სასოწარკვეთა ან ის ზოგი ადამიანის ცნობიერება შევა დაეცეს მხეცის ცნობიერება, მაგრამ ზოგი ადამიანის უბრალოდ ამას ვერ გააკეთებს, კარმულად ესე არ უცხოვრიათ, რომ ესეთი ცხოველური რეაქციები კონდეთ და მათი რეაქცია შეიძლება იყოს სასოწარკვეთის რეაქცია, ან ესე ვთქვათ, რომ აი ისე ცუდათაა ყველაფერი, რომ ღვთაებრივი ლოგიკა ვეღარ დაინახონ ხთომილებებში. ხო, ანუ აი სულიერი გააზრება სამყაროსი, სულიერი ლოგიკას დაქვემდებარება, იმიტომ რომ არის ორი ლოგიკა, არის წრფივი და არაწრფივი ლოგიკა. წრფივ ლოგიკაში მიზეშედეგობრივია, ბინარულია და არაწრფივი ლოგიკა არის რომ შინაგანი პროცესები გარე რეალობაზე აისახება. შიგნით რაც ხდება, ის გარე რეალობაზე ისახება. როგორც რაც დაფუძნებულია სიყვარულის პრაქტიკაც ამაზე არაწრფივ ლოგიკაზეა დაფუძნებული, აგნიოგაც არაწრფივ ლოგიკაზეა დაფუძნებული და ასე შემდეგ. წრფივი ლოგიკით ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, ხო? და ეხლა სულიერი აღქმა, აი ზუსტად სულიერი აღქმა არის არაწრფივი აღქმა სამყაროსი, ესე ვთქვათ. რომ აი ესე პირდაპირ შეიძლება ვერ ხედავდე ლოგიკას, მაგრამ რომ დააზუმაუთებ, ზემოდან რომ შეხედავ და რაღაცებს გაიაზრებ, სულიერ კანონებს რომ გაიაზრებ, იქ დაინახავ სამართლიანობას. იმიტომ რომ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს სამყაროს სამართლიანობის აღქმა. ამას შტაინერი ეძახდა სამყაროს სამართლიანობის მზეს. აი ესე ხატოვნად ესე ქონდა, რომ არ დაიკარგოს ამის აღქმა, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ეხლა როცა ეხება ბავშვებს ესეც სხვებს შეწირვებს და ესეთ რაღაცებს, ну ბუნებრივი რეაქცია აქ ერთი რომ მთლიანად აერიდო თავი ამ ინფორმაციას, რომელიც რაღაც დონეზე გამოდის იმ სამი მაიმუნის პოზიცია, რომელსაც ერთ ზარესმის, მეორე ვერ ხედავს და მესამე არ ლაპარაკობს და მეორე არის რომ ამას შეხედო თვალებში და თუ შეხედავ თვალებში, მაშინ მოდის ძალიან დიდი ნაკადი სიმძიმის, ესე ვთქვათ. აი მეც ეს ბოლო პერიოდი ვიკვლევდი ამ თემას და წამლეკა იმ ენერგეტიკამ, რაც იქ ტრიალებდა, ესე ვთქვათ რა. ცოტა ყურადღებასაც რო აჩერებ ამ თემებზე და როცა ეხება ესეთ ნატიფ რაღაცებს და ესეთი რაც ბავშვებია და ასე შემდეგ, ну ბუნებრივია რომ აქ ხედავ ამ წამებას და ესეთ რაღაცებს, ну უსამართლობის განცდა შეიძლება გაგიჩნდეს სამყაროსადმი, ღმერთისადმი და ასე შემდეგ, რომ ეს რან თუ ღმერთი სიყვარულია და ასე შემდეგ, რანაირად ხდება ეგეთი რაღაცა სამყაროში, რომ ესეთი რაღაცები დაშვებული არის. მანდ მაგ მე ჩემი აზრი ეხლა ეს თუ გინდათ მიიღეთ, თუ გინდათ ეჭვის ქვეშ დააყენეთ, როგორც მე გრძნობ რომ ეს უნდა ვთქვა, ფაილებიდანაც დასტურდება, რამდენიმე ფაილი იყო, როცა პატარა ბავშვი იძახდა, რომ მე ვგრძნობო ქრისტეს თუ მოზარდი რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი, რომელიც ძალადობის სხერპლი იყო, იძახდა, რომ მე ვგრძნობო ქრისტეს თანდასწრებასო ჩემთანო. და ეს ამავდროულად ის მოძალადეც იძახდა, რომ მეც ვგრძნობდიო ამ თანდასწრებასო. და მე იყო ერთ-ერთი კოდური სიტყვა, რომელიც იყო, რომ მე მოკლეს ეს ადამიანი. ანუ აქ ხო, ჩემი აღქმით და ეს აღქმა უბრალოდ ჩემ ასეთ აზრობრივ აღქმას არ ეფუძნება, მაგრამ როგორც გაგიხარდებათ ისე მიიღეთ. ესეთ დროს, როცა ესეთი რაღაცები ხდება, რაც არ უნდა ალოგიკური იყოს თუ ასე შემდეგ, არიან სულები, რომლებიც ნებაყოფლობით არიან შეწირულები პროცესს. ანუ განსხეულდებიან ისეთ გამოცდილებაში ანგელოზებრივი სულები, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ესეთ რაღაცებს. ყველა არ ვიძახი რომ ესე იყო, ზოგან კარმული მიზეშედეგობრივი კავშირია, ჩვენ არ ვიცით სხვა განსხეულებებში რა გამოცდილებები აქვს სამშვინველს და ეგ არაერთხელ მინახავს ასტროლოგიური რუკის კეთებისას, ბავშვების რუკის კეთებისას, რომელიც პრობლემურია, რომელიც კარმულად ჩანს, რომ წინა რეინკარნაციებში სერიოზული გადაცდომები ჰქონდათ და ნუ სამყარო ესე ფუნქციონირებს. ეხლა გვინდა ეს ჩვენ, არ გვინდა, ლოგიკურია, არალოგიკურია, ფაქტია და ასტროლოგია იძლევა მაგის დაკვირვების საშუალებას, რომ სულის განსხეულებებში შეიძლება ადამიანი ბავშვის სხეულში იყოს, მაგრამ კარმული აღძრული მიზეზები ისეთი მძიმე იყოს, რომ ის ბავშვის სხეულში გადიოდეს დიდ ტანჯვას, რომელიც ესე ვთქვათ იყოს დამსახურება წინა რეინკარნაციის შედეგების გამოწვეული იყოს, ესე ვთქვათ ეს ყველაფერი. არის მეორე, ესეთებიც ხშირად მინახავს პრაქტიკაში,
ბავშვების რუკებთან. და ჩემთვის ეს ფაქტი არის. ვინც ასტროლოგიაში ერკვევა ან იკვლევს და რაღაცა, ისიც ნახავს, რომ ესე არის. ხო, მაგრამ არის მეორე ნაწილი, რომელიც არის, როდესაც ნებაყოფლობით ადამიანი სხეულდება მძიმე გამოცდილებაში და ავიღოთ, თქვათ, ქრისტეს მაგალითი. ანუ ქრისტე კარმულად ეკუთვნოდა ეხა დედამიწაზე მოხვედრა და სხვანაირად ვერ შეძლებდა. თუ აი ეგ იყო ნებაყოფლობითი მსხვერპლი, თავშეწირვა კოლექტიურ ამაღლებისთვის, ესე ვთქვათ, ხო? ეს ცალკე თემა არის. ესეთივე მოდელის განსხეულებები უფრო დაბალ ესე ვთქვათ level-ზე შეიძლება ითქვას, თუმცა არანაკლები მსხვერპლი არის და არანაკლები ტანჯვა უწევს ესეთ ანგელოზებრივ სულს, რომ განსხეულდეს, რომელიც შეიძლება იყოს, რომ სისტემის მხილება, გამოაშკარავება, ხო? ვიღაცას რაღაცა უნდა გადახდეს, რომ შემდეგ ეს საჯაროდ გამოჩნდეს და ასე შემდეგ. და ყოველთვის არ არის ესეთი სულები, რომლებიც ანუ უბრალოდ კარმულად ეკუთვნოდათ. არიან ჩემი დაკვირვებით, რომელიც პირადი ნებით, ანუ ეს განსხეულებულები არიან, რომ ეს გამოცდილება ეს მოხდეს, რომ შეიძლება სხერპლად შეეწირონ, მაგრამ მერე სისტემა იქნება მხილებული და ადამიანები დაინახავენ ესეთი ვარიანტით შესაძლებელია, ეს აღწერილია კიდევაც ეზოთერულ ლიტერატურაში, გნოზიშიც არის ესეთ შემთხვევებზე საუბარი და ბევრგან კიდევ ნახავთ, რომ თუ მაინდა-მაინც ის რომ შეიძლება იყოს ვიღაცისთვის, რომ უბრალოდ არ ეგონოს, რომ ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვება, სხვადასხვა სულიერი გამოცდილებები იძლევა, რომ ტკივნეულ დროს იბადებიან სულები, რომელსაც ნებაყოფლობით იღებენ ესეთ მსხვერპლს და გადიან ესეთ სიტუაციებს. ის ადამიანი, ის ბავშვი, თუ ის მოზარდი, რომელიც ესეთ რაღაცა ხდებოდა, ეს იყო ჩემი აზრით, ეს იყო, რავი, წმინდა, შეწირული ადამიანი, მოწამე იყო რა. ანუ მით უმეტეს ქრისტეს თანდასწრებას, რომ ესეთ ცხადად იგრძნობოდა ისეთ ჯოჯოხეთში, სხვა რა შეიძლება ახლა ამას ეწოდოს. იმიტომ ეგეთ, ხო, ეხა ეს რასაც ვლაპარაკობ, წრფივი მიწიერ ლოგიკაში არ ჯდება. ეს არაწრფივი ლოგიკა არის, სულიერი ლოგიკა არის და ამას რაღაც გამოცდილებები მაინც ჭირდება. ან მე რო ვილაპარაკებ ვიღაცას გულში ეს რაღაცნაირად უბრალოდ იგრძნობს, აი შეიძლება ეგრეც იყოს, ან თვითონ გამოცდილებები უნდა მიიღოს, დააკვირდეს, თუნდაც ასტროლოგია შეისწავლოს და ნახოს, რომ ესეთი მიზეშედეგობრივი კავშირები, რომლებიც შემდეგ ესე არაწრფივად ესე ვთქვი, ლინდება და ცოტა ალოგიკური გვეჩვენება, რეალურად შეიძლება ეფუძნებოდეს და ექვემდებარებოდეს დიდ სულიერ ლოგიკას. და ეს იძლევა საშუალება, რომ ჩვენ არ დაგვეკარგოს, რასაც შტაინერი იძახდა, სამყაროს სამართლიანობის მზე. იმიტომ რომ მაგ დროს როცა ესეთი რაღაცები ტივტივდება და ეხა რა მიჯნაზეც ვართ, რომ შეიძლება ძალიან გლობალური დიდი ომი დაიწყოს და ჩვენ რეგიონსაც შეეხოს და ირიბა თუ პირდაპირ ჩვენ შეგვეხოს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აი ამ ღერძის დაჭერა შინაგანი, რომ ჩვენ რა თვალებით ვიყურებით. არის მატერიალისტური თვალები, მიწიერი წრფივ ლოგიკაზე დაყრდნობილი ცხოველური ინსტინქტებით, რომელიც უნდა გადარჩეს და მეორე არის სულიერი თვალები, ქრისტეს თვალები, რომელიც უნდა ის უკვე სხვა ლოგიკას ექვემდებარება. მაგაზე არის ზუსტად ბევრი წინასწარმეტყველება, რომ ამ ხალხს გამოცდა ესეთი ხალხის, რომელიც სულიერ ლოგიკას ექვემდებარება, ექნება ცხოვრებაში ესეთი კრიზისული პერიოდების დროს ძალიან ბევრი. და იქნება რომ რა არჩევანს აკეთებს, ანუ ირჩევს ხეცის ცნობიერებას, ანუ 3-6-იანი ცნობიერებას და ეს 3-6-იანი ცნობიერება არ არის რაღაც ტატუ ან რაღაც კოდი თუ ჩიპი თუ რაღაც რომელიც იდგმეს. 3-6-იანი ცნობიერება არის 3-6-იანი არის ცნობიერების მდგომარეობა. რომელიცაც ადამიანი ან ხელს აწერს ან არ აწერს ხელს ან და ამ რაღაცების წინაშე ნელ-ნელა ჩვენ დავდგებით და თუ მით უმეტეს კიდე ესეთი გლობალური ომის რაღაც ეს პერიოდში შევალთ და კიდე ეს თემები შეგვეხება. ამიტომ წმენდები ახლა იწყება სულ უფრო და უფრო ნატიფ დონეებზე. ამას სერგეი ლაზარევიც აღწერდა რომ აი და ესეც მithქვავს, რომ უხეშ დონეზე სიყვარული შენარჩუნება, ეხა რომ რაღაც თქვათ რა, შენი ტანსაცმელი რო ზიანდება თუ მობილური თუ მანქანა შესაძლებელია.
ხო, მე შენი სტატუსი რო ზიანდება და ასე შემდეგ და შენი შესაძლებლობები და ვიღაცა დაამცირებს, ეს უფრო რთული არის, ხო, იმიტომ რომ უფრო ნატიფი არის. ხო. ну სული რაც უფრო ნატიფია, სული სტრუქტურებთან უფრო დაახლოებულია და ჩვენ რო ვიცით, რომ ეხა ინტუიციურად ზოგმა პირდაპირ ხა სული ცნობიერება ხარ და არა ის მატერიალური გამოვლინება მხოლოდ ამ შემთხვევაში, ანუ მყარ რაღაცეებს მაინც თმობ რა ადვილად და ნატიფ რაღაცეებზე მე ის ხახუნი მოდის ძალიან დიდი სამყაროსთან და მიუღებლობა და მე ეს განაწყენება და ღმერთზე განაწყენება საბოლოო ჯამში. შენ თავზე ღმერთზე თვითგანადგურების პროცესი მაქედან გამომდინარე. კიდე უფრო ნატიფდება შემდეგ, რაც ქრისტემ გააკეთა, უკვე ზე შესაძლებლობები როცა გაქვს, ანუ უნარები გარკვეულწილად რაღაცეები, ხო, მანამდე არის უფრო ლეველი, როდესაც აი თქვათ აი შეყვარებული გიღალატებს ასე შემდეგ, კიდე ეს უფრო ნატიფი დონე არის, მან კიდე როგორ შეინარჩუნებ, ხო? მე არის აი ყველაზე დიდი ამაღლებული იდეალები რაც არის, რომ აი ხა ბავშვებს რო ესე ექცევიან, ანუ აქ რომელი თვალით შეხედავ, ანუ ქრისტეს თვალებით შეხედავ, თუ წრფივი ლოგიკის თვალებით, რომელიც ცხოველთან ძალიან ახლო არის, იმას არანაირი ღვთაებრივი და ასტროლოგია ეს რაღაცები, ეს დასაცინი ამაზე უნდა გაიცინოს ესე ვთქვათ რა, დააკნინოს და ასე შემდეგ. ხო, და შემდეგი ლეველი არის უკვე აი რასაც ის კარგი კვლევა რაც აქვს, მას და რაც ძალიან დასაფასებელია, უკვე აი ზე შესაძლებლობების ლეველი, როდესაც ანუ შენ გარკვეული უნარები გაგაჩნია, შეიძლება შენმა ენერგეტიკა დასხივებამ ადამიანზე იმოქმედოს, უბრალოდ გაფიქრებულმა ფიქრმას ან დასხივებამ დაანადგუროს ადამიანი, მაგრამ როდესაც ეგეთი დონის შეშფოთება ხდება, რომ გიმცირებენ იდეალებს, ამ დროს რომელი თვალებით იყურები რა. ну აი ეს მოდელი ქრისტეს ეს ძალიან მაღალი დონე არის, ხა აქ არც მიდის ჯერჯერობით, ან ერთეულებთ ეხება ეს თემა ამ დონეზე, ეს რაც ქრისტემ გაიდარა, თუმცა ქრისტე მაგიტომაა უნიკალური მოვლენა, რომ ყველა დონის დამცირება, ყველა დონის ტკივილი გაიარა ადამიანის სხეულში და ყველა დონის მოდელზე ღვთაებრივი ლოგიკის შენარჩუნების მოდელი დაგვიტოვა, ესე ვთქვა და ეს კოლექტიურ ცნობიერებაში არის ეს მოდელი და ჩვენ ყველას გვეხმარება, ვინც ამაზე ნაბიჯებს დგავს, აქეთ მიმართულებით. ხო, მაგრამ ამ ლეველზე ჯერ არ არის წმენდები, ესე ვთქვათ, მაგრამ აი ესეთი ყველაზე ნატიფი, რომ აი რაც ბავშვებს, შვილებს ეხება, მომავალს ეხება, იმიტომ რომ ესეთი გლობალური მოვლენები რო ხდება, მომავალი დგება ეჭვის ქვეშ, ანუ მომავლის დამცირება ხდება რა, ჩვენ არ ვიცით მომავალში რა, მომავალი სულ რაღაცნაირად ჩვენ ისე ვართ მოწყობილები, რომ მომავალს სულ ვასკანერებთ და სულ გვინდა ეს მომავალი პროგნოზირებადი იყოს, ხო? განსაკუთრებით ახლა ვისაც ქალწულისე გავლენა მეტი აქვს, ან დღის, ან იწის სტიქის და ასე შემდეგ, ხო, ინდივიდუალურ კონფიგურაციებს ხო გააჩნია, ანუ ესეც კიდევ, ანუ ზოგადად ყველას, ანუ გვინდა ჩვენ გათვლადი მომავალი. იმიტომ რომ ბავშვები, შვილები, მშობლები ასე შემდეგ ეს ყველაფერი ხო იდეალებია, რომელიც ხანგრძლივ პერიოდში უნდა იყოს, ესე ვთქვათ, გაიაროს ეს დედამიწური გამოცდილება და როცა ესეთი ფორს-მაჟორული სიტუაციები იწყება, როგორც ომი არის და ასე შემდეგ, მაგ დროს ეს ყველაფერი მცირდება, ანუ ამ ყველაფრის დამცირება ხდება. და ეხლა, ну, ზუსტად მაგ დონეზე ვართ, რომ სულის ყველაზე ნატიფი შრეებში არის წმენდა. აქ შენ ინდივიდუალურად ვიღაცამ გიღალატა, თუ პარტნიორთან ურთიერთობა არ გამოგდის, თუ მარტოდ გრძნობ თავს, თუ მაგაზე ლაპარაკი არ არის. ეხლა აქ ანუ უფრო კიდე უფრო ნატიფ რაღაცაა, რა, გლობალურად ყველა მომავალი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ რა მოხდება, ესე ვთქვათ რა. ხო, ანუ აი ეხლა მაგის თქმაც მინდოდა და მაგიტომაც წერე იმას, რომ ეხლაც ესეთი ადამიანების განსაკუთრებით, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობდნენ, ესეთ პერიოდებში ხდება გამოცდა. აბა ეხლა როცა არაფერი არ ხდება, მაშინ ადვილი არის რაღაც ნებისმიერ ამ თემაზე საუბარი. ჩემი დაკვირვებით, პატარა დონებიც კი, როდესაც იწყება, თქვათ პოლიტიკური არეულობები საქართველოში. ან კორონა რაც იყო, მაგ დროსაც ერთმანეთს ვჭამთ, ანუ ის ხალხიც დიდწილად, რომელიც სულიერ გზაზე არის, უცბად პოლარიზდება. ბინარულ სისტემაში ექცევა და პოლარიზდება, ესე ვთქვათ რა. ანუ რაღაცა ან კარგს უჭერს ხარს, ან თვითონ კაია და ისინი ცუდები არიან, ან ისინი ცუდები არიან და თვითონ კარგია, მოკლედ რა, ვიღაცა დამნაშავეა და თვითონ მართალია, ანუ აი ამ პოზიციაში გადადის. ყოველთვის. მე ეს ცნობიერებას რასაც ამავდროულად ხშირად ვიძახი ხოლმე, ცნობიერების ერთ-ერთი თვისება არის, რომ ივიწყებს ეხლა ჩვენი ამ დგომა შეპყრობილ ცნობიერებაზე მაქვს ლაპარაკი, ივიწყებს წინა გამოცდილებებს.
კორონას დროს რა ხდებოდა, ოჯახის წევრები ერთმანეთს როგორ უპირისპირდებოდნენ, აღარ გვახსოვს, გავაგრძელეთ. პოლიტიკური არეულობების დროს როგორ იყო პოლარიზებული, აღარ გვახსოვს ეხა ჩვეულებრივად. ეხა თუ დაიწყო ომი, ან ესეთი რაღაცეები კიდე ამოტივტივდა, იქაც დიდი ალბათობაა, რომ დაგვავიწყდეს ეს სუპერპოზიცია რაც არის, ან შინაგანი ღერძი რაც გინდა დავარქვათ რა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. შინაგანი ღერძის პოზიცია შეგვიძლია და სულიერი ლოგიკა და სულიერი თვალით, არაწრფივი ლოგიკა შეგვიძლია დაგვავიწყდეს და ისევ ჩავარდეთ ამ ბინარულ აღქმაში. კარგები, ცუდები, კი, არა, ესე, ან არა ესე და ასე შემდეგ რა, ხო, და ჩემი დაკვირვებით აქამდე რაც ყოფილა, ყველას უჭირს ამის გავლა. მაინც ყველას გვიჭირს ამის გავლა. ანუ ყველასთან რაღაც აი ხო, მეტნაკლებად რა, მაინც ზოგი ახერხებს შემდეგ რომ მალე მოვიდეს ყოფში, ზოგი ისევ მერე მტერები და ას განადგურება და ერთმისა. ნუ ეხლა შინაგანად გრძნობ, რომ შევდივართ თან აი ზეპლანეტებმაც ანუ ისე იცვლიან, ან ისეთი გლობალური ცვლილებები ხდება ასტროლოგიურ დონეზეც, ხო? ნეპტუნი სატურნის შეერთებაც ამავდროულად რაც არის, ხო? ეხლა ნეპტუნი რა არის? სულიერი ინფორმაცია, სულიერი შეგრძნებები. სატურნი რა არის? სატურნი არის გამყარება, ფორმა, მიწა, სულიერი ინფორმაციის დამიწება, ფორმაში მოქცევა, ესე ვთქვათ რა. აქ მაღალ გამოვლინებაში ეს უნდა მოხდეს, ანუ ეს გლობალურად ჩაიშვა. ამიტომ მატერიალიზება ნებისმიერი რაღაცის ძლიერდება. ეხლა ეს მინუსი შეიძლება იყოს, პლუსი შეიძლება იყოს. ყველამ დავაკვირდეთ ამ წელს კიდე განსაკუთრებით როგორ დაჩქარდა შინაგანი რაღაცეების გარეთ დანახვა. შიშებზე ვფიქრობთ, გარეთ რაღაცეები ისეთი ხდება, ანუ უცბად რეაგირებს სივრცე ჩვენ შინაგან პროცესებზე და ეს ძალიან თვალსაჩინო არის ყველასთვის. და ეს კიდე იზრდება. აი ეს არის ზუსტად სატურნი ნეპტუნის თემა, როდესაც თან ვერძში ხდება, ანუ ცეცხლოვან ნიშანში უცბად ხდება ეს ყველაფერი და ანუ იღებს ფორმას, ანუ ნატიფი რაღაცეები სტრუქტურიზდება და კრისტალიზდება უცბად. ეხლა როგორი კრისტალი შეიქმნება, ეს მახინჯი იქნება თუ ლამაზი იქნება, ეს უკვე გააჩნია, ჩვენზე არის დამოკიდებული. და რამდენად დავემორჩილებით შეპყრობილობას თუ არ დავემორჩილებით, მაგაზე არის დამოკიდებული, ხო? მაგრამ ფაქტია, ნუ ასტროლოგიური ეს პოზიცია მაგაზე მეტყველებს, რომ ეს კიდე უფრო გაძლიერდება. ამ შემთხვევაში ხა ამას მეორე მხარეც აქვს, ნეპტუნი არის სულიერი შეგრძნებების სულიერი ლოგიკა, ზუსტად ის არაწრფივი ლოგიკა და ასე შემდეგ. თავისი ილუზიებით და თავისი რეალობის გადღაბნებით და ასე შემდეგ. და როდესაც სატურნი ესეთი მკვეთრი შემზღუდავი პლანეტა და ფორმაში მომქცევი პლანეტა და თავის მინუს გამოვლინებაში ამავდროულად ესეთი რომელიც აცივებს, ამყარებს, ამიწებს ხო, ესეთ კოსმიური თავისუფლების და ოკეანის პლანეტა და სტრუქტურის პლანეტა და სიმყარის პლანეტა ერთმანეთს ეჯახება და ხვდება უпростоრეთ და ერთდება. ამ შემთხვევაში მინუს გამოვლინებაში და ეს ყველაფერი თან ვერცხში ხდება ცეცხლოვან ნიშანში. აქ შესაძლებელია რელიგიური ომები, რელიგიური დაპირისპირებები, სულიერი. ხო, შეზღუდვები, რელიგიური სულიერი ინფორმაციის დროს სასოწარკვეთები ამავდროულად, იმიტომ რომ სატურნი ზღუდავს ნეპტუნის ასეთ ცოტა თავისუფალ და ლაღმას სამყაროსას, ამიტომ ამავდროულად ეს ყველაფერი იქნება გამოცდები და გამოწვევები აი ამ ზუსტად არაწრფივ სულიერ ლოგიკაზე. ადამიანები რომლებიც აქ იქნებიან, იქ დააწვევათ გარკვეული ის, რომ აი რეალურად სადახარ. კი, შენ გრძნობ ამ რაღაცებს, ამაზე ლაპარაკობ, ამ რაღაცებს განიცდი, მაგრამ სტრუქტურაში, ფორმაში აქცევ, შეგიძლია დაამიწო ეს ყველაფერი? თუ დაამიწებ, სწრაფად რეალიზდება. ანუ, მაგრამ ორივე სწრაფად რეალიზდება. ანუ, მახინჯი სტრუქტურული ფორმაც, ვერძის ნიშანში, ცეცხლოვან ნიშანში, მალე გამოჟღავდება რეალობაში და ამავდროულად შენ დაჭერილი, ესე ვთქვათ, იდეალი, რაც გაქვს, თუ ღვთაებრივ ლოგიკას ექვემდებარება და არაწრფივ ლოგიკას, რაზეც ვლაპარაკობ, ესეც მალე მატერიალიზდება რა. ანუ ესეც მაგ კუთხით, ამ კუთხითაც მინდოდა რომ შეგვეხედა გლობალურ მოვლენებს, რაც ხდება. კიდე თუ რამე არის, ეხლა ამაზეც ვიტყვი.
ну, ეხლა რაც მომდის თავში, ეს არის საქართველოს როლი ამ ყველაფერთან მიმართებაში. ეს ახლა შენი სივრცე, სადაც ეს ვიდეო იწერება და რასაც ვაკეთებ და თქვენ იცით. აქ ვინც ვართ შეკრებილები, ყველა იდეოლოგიურად თანხმდებით იმაზე, რომ და ახლა გნოზისიც ჩვენთან ყველასთან ახლოს არის ეს წიგნი და იქაც არის, რომ საქართველოში ყოველგვარი ამ რაღაც შოვინისტური თუ ამ რაღაც ურა პატრიოტული განწყობების გარეშე რაღაც როლი აკისრია ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენი ერის როგორებიც ვართ, ესე ვთქვათ რა, აი ეგოისტური, ცოტა ერთმანეთის გაუტანლობის და რა თვისებებიც გაგვაჩნია ხშირად, ხო? ერთმანეთის ჭამის იმაში. როგორ შეიძლებოდა რომ ამდენი საუკუნის მანძილზე ესე ვთქვათ ეს ცნობიერებას ესე ჩვენ მოგვეღწია აქამდე და ფორმა გქონოდა კიდე, ხო, სოფლიო რუკაზე ეს ალოგიკური არის. ანუ ამას ახლა სულიერი ლოგიკით თუ არ შეხედავ, ამას ესე წესით არ უნდა ვიყოთ ესე თუ. ну, აქ მერე ხა შემოდის ძალიან შოვინისტური ამაზე აღწერები, რომ აი საქართველოში დაიბადა ქრისტე და ქრისტე ქართულად განსჯის და ეს უკიდურესობები, რომელიც გვახასიათებს ლომის ზოდიაქოს მმართველობის ქვეშ ვართ და ეს გადაჭარბებები და ეს რაღაცა და სიამაყე და ამპარტავნება და ეს რაღაცები გვაქვს, ლომი და ტყუპები არის თუ არ ვცდები მარტო. მაშინ ჭორიკნობაც და სიამაყეც, მაგრამ მეორე არის, ну, ესეთი სულიერი ლოგიკა, რომელზეც არა მარტო გნოზისშიც იყო საუბარი ამაზე, ხო? რომ გარკვეული ფუნქცია გააჩნია ამ ქვეყანას რა. და მე განცდა მაქვს, რომ ეხლა ვინც ტოვებენ საქართველოს, რომ აი უნდათ წასვლა სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად და ასე შემდეგ და სხვათა შორის ასტროლოგიური რუკის კეთების დროსაც აი თვითონ უთქვიათ, გუშინაც გქონდა კონსულტაციაზე, როცა თვითონ უთქვიათ, რომ ყველანაირი საშუალება აქვთ, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ საცხოვრებლად, მაგრამ რაღაცა ძალა ეკაჭებათ საქართველოში, რომ იძახიან, რომ აქ არ უნდა წახვიდე საქართველოდან, აქ უნდა იყო. ესეც ექვემდებარება აი ამ ორ ლოგიკას, ანუ წრფივი ლოგიკით არის, რომ საქართველო ეხა ირანთან ახლოს არის, დესტაბილიზაცია ხდება და უნდა გავასწროს სადღაც პორტუგალიაში ან ავსტრალიაში, რომ რაც შეიძლება შორს იყო და მეორე არის არაწრფივი ლოგიკა, რომ ვიღაცებთან მოდის ეს სიგნალი, რომ არ უნდა წახვიდე. ანუ აქ უნდა იყო. შეიძლება ყველაზე უსაფრთხო ადგილიც იყოს აქ. ანუ ხო, და შეიძლება ისეთი აქ მოხდეს შენი სულისთვის ისეთი რაღაცეები, რომ შენი ევოლუციის შეიძლება რამდენიმე ცხოვრება დაგჭირვებოდა ისეთი რაღაცეები დაჩქარდეს აქ. ხო, მე არ ვიძახი, რომ ეხლა ყველა შეგიძლია თქვენთონ გადაწყვიტოთ, რა თქმა უნდა, მე არავის გადაწყვეტილებაში არ ვერევი, შეიძლება ისეთი ფაქტორები იყოს, რომ უბრალოდ უწევდეს ადამიანს და მაგ შემთხვევაში ხა თვითონ თუ ამას არ ეთანხმება ან არ გზნობს, იმიტომ რომ მე ვთქვი ეგ არ უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ესეც უნდა თქმულიყო ბოლოსკენ ამ ვიდეოსი, რომ არის მე ვხედავ აქ საქართველოში თავისი უდიდესი შეპყრობილობით, რაც ინტერნეტ სივრცეში ვხედავთ, ანუ რაც ხდება, ხო, ოდნავ განსხვავებულ ვიდეოზე ან აზრზე, კომენტარებში რა გამოთქმებია და ასე შემდეგ და ერთი დაკვირვება კიდე რაც მინდოდა მე თქვა, რომ აი შეიძლება ადამიანებმა მოусმინონ მამა გურამს, თქვათ. ან ვიღათ ნებისმიერ რაღაც ამაღლებულზე, ქრისტეზე 2 საათი. და ეს აქციონ ჩვეულებრივ ნარკოტიკულ მოხმარებად. ანუ ფაქტიურად, ანუ აი უხეშად რო ვთქვათ, გაიჩხირონ პოდკასტი. ანუ აი რაღაცნაირად აი ისიამოვნონ, თქვა, აი რაღაც აი ძალიან კარგ ზნობებში შევიდნენ და მოეწონათ და რაღაცა და მე კომენტარებში, ანუ ისეთი ლანძღვა გააკეთონ, ისე გამოხატონ აზრი და ეს რაღაცეები თუ აი განსაკუთრებით ჩვენ სივრცეში, ანუ ჩვენ ეს სივრცე მაგიტომ არ გაგვიკეთებია, რომ ვიღაცამ რაღაცით ისიამოვნოს. ან ეს ლექციები, ან ეს პოდკასტები, ან ჩემი საუბარი, საერთოდ არ ისახავს მაგ მიზანს, რომ ვიღაცა ვასიამოვნოთ. ანუ ნებისმიერი შემეცნებითი პოდკასტი, რაზეც არ უნდა იყოს, შავხრელებზე იქნება თუ კოსმიური იერარქიაზე, თუ არ ემსახურება ინდივიდუალური ადამიანის თვისებების ცვლილებას. კონკრეტულად შენი თვისებების ცვლილებას. ან როგორ ურთიერთობ, რაღაცა რო არ მოგწონს იმ ვიდეოში, მე როგორ კომენტარს წერ, ანუ
ცოცხალად, ანუ ეხლა ამას თუ არ ემსახურება, ეს ყველაფერი არის ნარკოტიკული მოხმარება, ანუ რაღაცა პოდკასტები ან ინფორმაციები, ესე ვთქვათ, ბჭყალებში გაგისწორდება და რაღაცეები არა. და მე რაღაცეებზე ილანძღები, რაღაცეებზე არა და ესეთ ნიუანსებში არის, აი ხეცის ცნობიერება ის კი არის, ყველა ამ კუნძულზე რაღაც ბავშვების წამებით კი არ იქნება დაკავებული. ესეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარი ჩვენი გადაწყვეტილებები არის ყოველდღიური არჩევანი, იყურები ქრისტეს თვალები თუ აკეთებ ანუ თუ შენი ხელს აწერ აი ამ ხეცის ცნობიერებას და მანდ გვექნება ყველას ეს გამოცდები, ესე ვთქვათ რა და ნუ საქართველოში ეს არის რომ ორივე ხარეს ვხედავ მე პირადად ძლიერი ენერგეტიკის ადამიანები ცხოვრობენ რა და ამის манипуლირება რომ სად მიმართავენ ძალიან მარტივია ჯერჯერობით რა რაღაცა კრიზისულ პერიოდში მიმართავენ ერთი მიმართულებით და აი მთელი ეს ძლიერი ენერგეტიკა მე არის დესტრუქციული მაგრამ ეხლა ნუ მე არ მაქვს ილუზია ეხლა რომ ამას მოусმენს ხალხი და რაღაც ყველა რაღაც ანუ რამდენი ისე როგორც ვიძახი ერთ ადამიანს ველაპარაკები აქ ანუ ეხლა აქ რაც არ უნდა რთული იყოს თუ როგორი იყოს ეს ყველაფერი ჩვენ იმის გათვალისწინებით, რომ როგორ ადგილას ცხოვრობთ, იმ ფარველობის გათვალისწინებით, რაც ამ ქვეყანას აქვს, იმ ძალის ადგილის გათვალისწინებით, ამ ძალის ადგილის დამსახურების გამო ჩვენც რო ძლიერი ენერგეტიკა გვაქვს, აი იმ საპტუნი-ნეპტუნის შეერთების ვერჯ პერიოდში შეგვიძლია ძალიან სწრაფად მანიფესტაცია გაუკეთოთ ამ ქვეყნის მაღალ გამოვლინებას. თავისი ფუნქცია შეასრულოს ამ გლობალურ დაპირისპირებაში და ეს არ არის უბრალოდ ჩემი რაღაც ესე ვთქვათ პატრიოტული შეგრძნებები, ეს არის დაახლოებით შემიძლია ვთქვა 20 წლიანი დაკვირვების შედეგი და კვლევის შედეგი, რასაც ვაზიარებ. ნუ დანარჩენს დავაკვირდეთ ერთად. დანარჩენი ხა რაღაც თემები არის, რომელიც მინდა რომ პოდკასტში გაიშალოს, ჩემის და ანდროს მე და ანდრომ ერთად გავშალოთ რაღაც თემები, იმიტომ რომ აი ეს ბოლო საუბარი რაც იყო ანდრო დგებუაძესთან, იქ რა თემებსაც შევეხეთ ღმერთის ბუნებას და ასე შემდეგ და ცნობიერებას და ცნობიერების პირველადობას, რომ ფიზიკოსებიც ნელ-ნელა მიდიან იქამდე, რომ ცნობიერება არის building block-ი და არა შედეგი, ასე ვთქვათ, მაღალორგანიზებული მატერიის და ნელ-ნელა მაქეთკენ მივდივართ, ეს ჩემის და ანდროსაც საყვარელი თემაა და ამას კარგი იქნება თუ მე ესეთ ფიზიკოსთან რომელიც გავშლით და დავილაპარაკებთ. მანამდე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ რაც საუბრობდი ანდროსთან პოდკასტში, ღმერთთან. იმიტომ რომ ეხლა ღმერთის თემა და ღმერთის სწორი აღქმა და ღმერთთან ეს პიროვნული ურთიერთობა, ანუ ცოცხალი ურთიერთობა, ის კი არა რომ კანონებია და ამ კანონებს ვითვალისწინებთ. აი ცოცხალი ურთიერთობა, რომ შენი ყველა ამოსუნთქვა და შენი ყველა მოტივი გაგებულია. ხო, ამაზე ამის გაზრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ესეთ დაძაბულ სიტუაციებში განსაკუთრებით, სადაც შევდივარ და სადაც ვართ. და იქ, როდესაც ანდროსთან საუბრობდი მე, რომ არის აქაც ორი დამოკიდებულება. ერთი მკვეთრად მატერიალისტური დამოკიდებულება, რომ უბრალოდ მატერია და რენდომ დაჯდა ესე, რომ ესე დაორგანიზდა სამყარო და ამას ეხლა არ გავშლი, ამას თუ აი რომ ვინმე ფიზიკოსთან ერთად ან ასე შემდეგ თუ იქნება, აი ძალიან კარგი იქნება რომ ჩვენ ერთად ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ მეორე თემა რაც იქ ანდროსთან ერთად ვისაუბრეთ, რომ ვინც აღიარებს, ვინც გრძნობს, აღიარებს, ხედავს, რომ სამყარო არის ცნობიერი, ცნობიერებისგან შედგება, მანდ ის ფუნდამენტური კითხვა რაც იქ დაისვა, ჩემი აზრით ფუნდამენტური კითხვაა, რომ არის თუ არა თვითცნობიერი შემდეგ ეს სამყარო, ამაზე თუ პასუხი არის, რომ კი თვითცნობიერი არის და ეს უბრალოდ კიდე რამცან ცნობიერება არის, მაგრამ საკუთარ თავს ვერაცნობიერებს ეს არ ხდება, ანუ ჩვენ გვაქვს, მაგრამ ესე
ამ ხელამოვლენას არა აქვს საიდანაც გამოვლინდა ცნობიერება და უბრალოდ ჩვენ გაქვს ანუ მაგაზე თუ დავთანხმდით რომ ცნობიერება თვითცნობიერია ამავდროულად ანუ სამყარო თვითცნობიერია ღმერთი თვითცნობიერია რა თქმა უნდა შემოდის ნება და რა თქმა უნდა შემოდის პიროვნულობა არა ანთროპომორფული პიროვნულობა რა თქმა უნდა ჩვენ ეს რახან გაიაზრება რომ სამყარო თუ თვითცნობიერია ესე იგი უნდა მივაეთეჩოთ რომ მაშინ აი ზევსია ან იაღოვა ან რაღაც ეგეთი მოდელები მოდის თითქოს მერე რა რომ აი ნაცნობი ესე იგი მერე უნდა დაამსაჯოს და რაღაცა და ესეც ბინარულია ანუ ბინარული აღქმარი რომ დაუკვირდეთ ერთი კუთხით არის რომ ღმერთი ერთი კუთხით რომ აი უბრალოდ რაღაცა ცნობიერება და ასე შემდეგ და მეორე თუ დაისვა კითხვა რომ თუ გააზრება მოხდა რომ აი ეს ცნობიერება თვითცნობიერებაცაა და შემოდის პიროვნული ფორმაც ღმერთის მაშინ მიეთეჩება ამას ესეთი ზევსის ფორმა იაღოვას თუ რაღაც იახვეს ფორმა ან რაღაც ესეთი ნაცნობი რა რასაც ვეძახით აი ხო ანთროპომორფულ ფორმებს ესე ვთქვათ რა და რომ შეიძლება აბსოლუტურად სხვა ლოგიკის პიროვნულობა კონდეს ტრანსცენდენტული ფორმა კონდეს პიროვნულობის ამას ხანდახან ვერ ვიაზრებთ ხოლმე რა და როგორც კი ანუ ეს ნუ აქ დადასტურებები ხდება აზროვნებაში რომ სამყარო ცნობიერია შესაბამისად თვითცნობიერია თვითცნობიერობა პიროვნულობას გულისხმობს მაშინ ეგ უნდა გავიაზროთ რომ გვაქვს ჩვენ ცოცხალი ურთიერთობა ყველაფერთან, ღმერთთან, რომელიც ესე შეიძლება ვერ ხედავდე, მაგრამ თან ამავდროულად ხედავ ესე. იმიტომ რასაც უყურებ არაფერი არა მის გარდა. და ამაზე ზაზა აგნიოგას ჩვენი მასწავლებელი იძახის, რომ სივრცე ცოცხალია. ანუ სივრცე, სადაც ვიმყოფებით, არის ცოცხალი და გვეხმაურება. ეს რო ესე არ იყოს, სიყვარულის მედიტაცია არ იმუშავებდა შინაგანი კონცენტრაციის გაჩერებისოს გარეთ გამოხმაურებები რო ხდება სიმბოლური და სამყარო რო ამ ნიშნებით გველაპარაკება და სამყაროს რო ენა აქვს რომელიც არ გვესმის ჯერჯერობით მაგრამ პრაქტიკოსები ამას აწყდებიან ყოველდღიურ რეალობაში ესეც ესე არ იქნებოდა და აი ბოლოს ამით მინდა დავასრულო რომ ყველა ტკივნეული ესეთი ინფორმაციის გამოსავალი არის ფოკუსის შეცვლა ერთ ფოკუსში იგივე სიტუაცია არის სასოწარკვეთის წყარო და დესტრუქციული, მეორე ფოკუსში იწყება ქმედითი მსახურება და გააზრება იმის, რომ ეს სულიერ ლოგიკას ექვემდებარება და მე რა შემილია გავაკეთო და შენ აუცილებელი არ არის რომ იარაღი აიღო ან რაღაც გააკეთო ნატი პლანზე, არაწრფივი ლოგიკით, სიყვარულის მედიტაციის, ლოცვებით, ასე შემდეგ ერთობლივით რაღაცაებით ისეთივე და თუ იმაზე მნიშვნელოვანი არა, რაც მე გარეთ შეიძლება რაღაც გააკეთო, იმიტომ რომ მიზეზების სამყაროში ცვლილებები იწვევს დალექვას მატერიაში შედეგების. ამის თქმა მინდოდა დღეს. მადლობა.